სარდეს მიმართ წერილი მეხუთე და შემდეგ გავარჩიოთ რა შეუბნება ამ წერილით იესო ქრისტე სარდეს ეკლესიას. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოს მისწერე. ამას ამბობს, ვისაც აქვს 7 სული ღვთისა და 7 ვარსკვლავი. ვიცი შენი საქმენი, სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო და მკვდარი კი ხარ. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგან ვერ დავინახე, რომ შენი საქმენი გასრულებული ყოფილიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგისმენია, დაიცავი და მოინანიე, ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან როგორც მყარავი და ვერ გაიგებ რა დროს მოგივალ. თუმცა ყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან. ძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც აქვს ყური, ისმინოს, რა შეუბნება სული ეკლესიებს. სარდეს ეკლესიას წერს ამას. ნახეთ, როგორც წინა წერილებში აქაც ქრისტე ეუბნება ვინს წერს ამ წერილს, ვინ არის ის თვითონ, აქ ამბობს რომ მე ვარ ის, ვისაც 7 სული უპყრია, სულიწმინდის 7 მადლი ხელში და 7 ვარსკვლავი, ანუ ის ანგელოზები, ეკლესიის მფარველობი ანგელოზები მას უპყრია ხელში და ყველაფერი რაც სარდეს ეკლესიაში ხდება, სარდეს ეკლესიის ანგელოზი ატყობინებს ღმერთს. მე ვარ ის, ამბობს ქრისტე, ვინც ვიცი რა ხდება თქვენს სამრევლოში. რომ გავიგოთ სარდეს რატომ წერს უფალი ამას, უნდა მოკლედ მიმოვიხილოთ რა იყო, როგორი ქალაქი იყო სარდე. ნახეთ, მე მაქვს აქ ფოტო დღევანდელი სარდესი. ნახეთ, უყურეთ როგორია სარდეს, როგორც ბევრ იმ დროინდელ რომაულ ქალაქს ჰქონდა, რომის იმპერიაში ქალაქებს, წარმართულ ქალაქებს ჰქონდა აკროპოლისი ნიშნავს ზედა ქალაქი, აი მთაზე იყო ზედა ქალაქი და ქვედა ქალაქი. სადაც ცხოვრობდა ხალხი, სადაც სასაფლაოც იყო, ნეკროპოლისი ერქვა იმას. და აკროპოლისზე იყო ხოლმე წარმართული ღმერთის მთავარი ტაძარი. იქ ღმერთებთან შესახვედრად ადიოდა ხალხი გესმით და იქ იყო ასევე ციხესიმაგრე იმ გაგებით, როცა ერი თავს ესხმოდა ქალაქს, აკროპოლისში ადიოდა ხალხი, მოსახლეობა ამ ქალაქის და იქ აფარებდა თავს. იქ იყო გალავანი, იქ იყო დაცული და ამ მთის წვერზე ძალიან ძნელი იყო, რომ მტერს აეღო ეს ქალაქი. აი სარდე ზუსტად ასეთი ქალაქი იყო. და ეს აკროპოლისი იმითი იყო გამორჩეული, ეს მთა, სადაც მათ ჰქონდათ ეს თავარი თავშესაფარი, რომ ცალ მხარეს ჰქონდა ციცაბო კლდე. იქიდან შეუძლებელი იყო მიდგომოდი ამ ქალაქს. და საიდანაც მისადგომი იყო, იქიდან იცავდა ჯარი და ფაქტიურად შეუძლებელი იყო სარდეს აღება. ამიტომ განკვეთილად თვით დაჯერებულები იყვნენ ამ ქალაქის ცხოვრებლები და მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს. შეუძლებელია ეს აკროპოლისი ვინმე მაიღოს. ნახე, იმიტომაც ეუბნება ქრისტე, ფხიზლად იყავი. თუ ფხიზლად არ იქნები, არ გონია მაშინ მოვალ მე და დაგამარცხებ, ეუბნება მას. ნახეთ, სარდე იყო, ლიდია იყო, ლიდიის სამეფო იყო იმ ადგილას და ლიდიის დედაქალაქი იყო სარდე და შემდეგ ჯერ ეკუთვნოდა სპარსეთის იმპერიას, შემდეგ 340 წელს ალექსანდრე მაკედონელმა გაათავისუფლა სპარსეთისგან და შემოუერთდა თავის იმპერიას. ეს იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, იყო იქ სამი რამ, ნახეთ, ჩვენ უნდა დავინახოთ. არტემისის კულტი, წარმართული რომაული სარწმუნოება, არტემისი იყო ქალღმერთი, რომელიც იცავდა ბუნებას, ნადირობას, ნაყოფიერებას, აი ამისი კულტი იყო სარდეში. რაც არის ცნობილი ძალიან მნიშვნელოვანი სარდეს შესახებ არის ის, რომ კროსოსი იყო ასეთი მეფე, ცნობილი მეფე სარდესი, რომელმაც პირველმა რომის იმპერიაში შემოიტანა ოქროს მონეტები. პირველად აქ იყო. ნახეთ, როგორი კეთილდღეობაში მდიდარი ქალაქი იყო. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ჩვენი ისტორიაში რაც მომხდარა საქართველოს ისტორიაში, ჩვენზე გავლენას ხომ ახდენს?
ჩვენს ცნობიერებაზე, ჩვენს მენტალიტეტზე, აი ისტორიიდან ამბობთ, ახლა დავით აღმაშენებელს ყოველს უფრაზე ვახსენებთ, ხომ ასე? აი საარდეში ზუსტად ეს იყო. მათ ახსოვდათ ის დიდებული წარსული, უმდიდრესი დრო. ნახეთ, აი ამ კროსოსზე ამბობდნენ, ლეგენდები დატიოდა, რომ რასაც ხელს მოყიდებს კროსოსიო მეფე მათი ოქროთ იქცევა ყველაფერი. რომ კაცმა პირველად შემოიტანა ოქროს ფული მთელ რომის იმპერიაში, იმდენი ოქრო ჰქონდა. იქ იყო დაბლა მდინარე, საიდანაც როგორც ამბობენ, მოქონდა ოქროს ქვიშა, ოქრო მოქონდა მთებიდან. და აქედან ჰქონდათ მათ ეს სიმდიდრე. და ამიტომაც იყვნენ თავდაჯერებულნი, თვითკმაყოფილნი და გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ. მათ ეგონათ, აი ფაქტურად სულიერ ძილში იყვნენ. მათ ეგონათ, რომ არაფერი საფრთხე მათ არ ემუქრება და ის ეკლესიაც, რომელიც იქ დაარსებული იყო სარდეში, ეს მენტალიტეტი, ეს განწყობა მათ მორწმუნეებსაც შეეპარათ როგორც ჩხამი. გესმით? იმათაც აი ეს თვითკმაყოფილება, თვითდაჯერებულობა დაეუფლათ. ნახეთ, არტემისის ტაძარი ხომ იყო წარმართული სარწმუნოება. იქ ცხოვრობდნენ იუდეველები, ებრაელები და ცნობილია სარდე იმითი, რომ სარდეში იყო უდიდესი სინაგოგა. დღემდე ცნობილი მცირე აზიაში, რაც კი სინაგოგები არსებობს, არქეოლოგიურად აღმოჩენილი, ყველაზე დიდი სინაგოგა იყო სარდეში. 90 მეტრი იყო სიგრძე ამ სინაგოგის. ნახეთ, წარმართული სარწმუნოება, იუდეველთა სარწმუნოება და ქრისტიანული ეკლესია. ეკლესიას თუმცა საკუთარი ტაძარი არ გააჩნდა, მაგრამ სახლებში იკრიბებოდნენ მაშინ მორწმუნეები და ეს სამი რამ ერთად ცხოვრობდა ამ სარდეში. მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობდა უყურეთ ახლა. სინაგოგა, რომელიც აღმოჩენილია სარდეში, ამ სინაგოგაში აი, სადაც დგას ტრაპეზი, სვეტები, იატაკი, რომაული ელემენტებიცაა შიგ, გესმით? ანუ ვერც იუდეველები ვერ ინარჩუნებდნენ თავიანთ სარწმუნოებას, ისე როგორც უნდა სუფთა, წმინდად. აი, მაგალითად, საკურთხეველს, ტრაპეზს, რომაული არწივები აქვს სვეტებზე, ფეხებზე. რა უნდა რომაულ არწივს იუდაურ სინაგოგაში? გესმით? ბარელიეფები იქ, რომელიც რომაულისთვის არ დამახასიათებელი, წარმართული სარწმუნოებისთვის. ეს რას ნიშნავს? ისიც რომ თავად იუდეველებმაც როგორც ჩანს დათმეს რაღაცეები და წარმართებთან ერთად თანაცხოვრებაზე დათანხმდნენ. თან ეს იუდეველთა სინაგოგა გიმნაზიაში იყო. გიმნაზია რო იყო წარმართული რომაული გიმნაზია, გიმნაზიის ტერიტორიაზე იყო ეს სინაგოგა. გესმით და რომაული გიმნაზია თქვენ რომ წარმოიდგინოთ როგორი იყო, იცით? იყო იქ სხეულის კულტი, შიშვლები ვარჯიშობდნენ და ეს მოწაფეები, ის სულ სხვა რამე იყო და იუდეველთა სინაგოგას იქ რა უნდოდა? ის აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკვე დათანხმდნენ, აი დღეს რასაც ჩვენ ვეძახით ბადოს კომპრომისები, აი რაღაცას რომ ვეძახით, ეკუმენიზმს რომ ვეძახიან ცუდი გაგებით, რომ აი იყოს, ისიც იყოს, ჩვენც ვიყოთ, ესენიც იყვნენ და ვიცხოვროთ ერთად. ავიტანოთ ერთმანეთი, შევეგუოთ და ესე გავატაროთ ცხოვრება. გესმით? აი ის რომ ქრისტე რასაც ამბობს, რომ მე ვარ ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, სარდეს ეკლესიას დავიწყებული აქვს და თანაცხოვრებას ეწევა აი ამ უსაფრთხო კეთილდღეობაში, სიმდიდრეში და დარწმუნებულია, რომ ასე ცხოვრება შეიძლება. ნახეთ, ამიტომაც ეუბნება ქრისტე, იფხიზლე, ფხიზლად იყავი, ნუ ჩაიძინე და განამტკიცე ის ნარჩენიც, რომელიც უახლოვდება სიკვდილს. ნახეთ, ნარჩენია ის დარჩენილი კიდევ მათი რწმენისა, რომელიც სიკვდილისთვისაა განწირული თუ არ გამოფხიზლდნენ. გესმით? აი ჩვენთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ესე სულიერ ძილში ვარ და გონია რომ ყველაფერი თავისით კარგად იქნება და ვეგუებით ყველაფერს უსგავსობას ჩვენს გარშემო და არ ვამბობთ რომ არა, ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი გზა სულის ცხონების, ჩვენს სიკვდილისთვის განწირულია ჩვენი მომავალი. და ქრისტე ეუბნება რომ ვერ ვნახე რომ შენი საქმენი სრულყოფილი ყოფილიყოს ჩემი ღმერთის წინაშე.
გახსოვდეს რაც მიიღია, გაიხსენე, როგორც მიიღე თავიდან სახარება. ნახეთ, ქრისტეს სახარებაში რა წერია? პავლე ამბობს, პავლე სავარაუდოდ მათთანაც პავლეს ხმა მისული იყო, ამბობს რომ მე კი არა და ჩემმა თანამოძმეებმა კი არა, თავად ანგელოზმაც რომ სხვა რამე გიქადაგოთ სახარების გარდა შეჩვენებულ იყოს. აი რა სახარებაც ჩვენ გიქადაგეთ, ანგელოზი რომ მოვიდეს ზეციდან და გითხრათ სხვა რამ სულის გადარჩენისთვის, შეჩვენებული იყოს თავად ის ანგელოზიც ამბობს პავლე მოციქული. თუმცა ამბობს უფალი შემდეგ რომ ყავს სარდესში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუგვილწავთ თავიანთი სამოსი და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემს წინაშე. სარდე გამორჩეული იყო იმით, რომ შავი ქსოვილი და შავი ბეწვის სამოსელი წარმოებოდა სარდეში. და ქრისტე ამბობს, რომ ის კი არ არის ის თქვენ ხართ კმაყოფილები შავი ქურქებით, ბეწვის ქურქებით, არამედ ვინც აი ამას გაითვალისწინებს და ძლევს ამ სასტურს, სისპეტაკით მოსით, თეთრი სამოსით ივლის ჩემს წინაშე. თეთრი სამოსელი დღეს ახლა თეთრი პერანგი რო გვაცვია, ჩვენთვის ეს ნორმალურია, ხო? არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, თეთრი პერანგი იყიდო. იმ საუკუნეებში თეთრი სამოსი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იცმევდნენ ამას, იყო გამარჯვების დროს. ან ოლიმპიადაზე თუ გაიმარჯვებდა სპორტსმენი, ან როცა გამარჯვებული მეფე ბრუნდებოდა დედაქალაქში, მაშინ იცმევდნენ თეთრ სპეტაკს სამოს და ქრისტე ამბობს, რომ აი ვინც ძლევს სისპეტაკით გამარჯვებული ივლის ჩემს წინაშე ძლეველი ივლის ასე და არ ამოშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის და მისი ანგელოზების წინაშე. ნახეთ, როგორი შეპირებაა ქრისტესი. მეო ქრისტე ამბობს, ვინც არ დათმობს ამ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას. აი ნახეთ, ჩვენც ხო ნაცნობია ეს, აი რა მინდა გავიგოთ ჩვენს თავზე რომ გადმოვიტანოთ. რამდენი ქრისტიანი ამბობს ჩვენ შორის, რომ ღმერთი კი არის ერთი. მაგრამ სხვადასხვა გზა არის მასთან მისასვლელად. აი რამდენი ამბობს ქრისტიანი ამას? აი მე ქრისტიანებისგან მომისმენი ამბობენ რომ კი სხვა ისლამის მორწმუნეებს ან სხვებს სხვათ კიდევ ისინიც მათაც სამ ღმერთი ამბობენ. ღმერთი ერთია, მაგრამ მისასვლელი გზა სხვა არის მასთან, სხვადასხვა ამისთან და ყველა ჭეშმარიტია. ყველა გზა უნდა მივიღოთ ჩვენ, ხო? ბევრი ქრისტიანი ამას ამბობს. ეს არის რაშიც ქრისტე გვამხელს ჩვენ. ერთადერთი გზა ღმერთთან მისასვლელი არის მისი ძის მეშვეობით, იესო ქრისტეს მეშვეობით. ღმერთი მართლაც ერთია, ჭეშმარიტი ღმერთი ერთია, მაგრამ ყველა გზა არ მიდის ღმერთამდე. ყველა გზა არ არის ჭეშმარიტი, რომელიც ღმერთამდე მიდის. გესმით? აი თუ ფოდათ ღრმად და მეტად უფრო კომპლექსურად შევისწავლით ჩვენ სხვა რელიგიებს, ჩვენ მივხვდებით, რომ უზარმაზარი უსწრულია ქრისტიანობასა და სხვა მსოფლიოს რელიგიებს შორის. ამიტომ ესე ზერელეთ დაუფიქრებად ლაპარაკი იმისა, რომ ყველა მართლმოება ღმერთთან მიდის და ყველას უნდა პატივი ცეთ და ყველა ასე თქვათ დავაფასოთ, არ შეიძლება ამის საუბარი. გესმით? ჩვენ არავის არ უნდა ძალადობით არ უნდა უპირისპირდეთ არავის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, მაგრამ თქმა იმისი, რომ ისიც ჭეშმარიტია და ჩვენიც ჭეშმარიტია, არ შეიძლება ამის თქმა. არ არის ასე. და იმიტომ და ქრისტე თავად გვეუბნება ამას. ნახეთ, ეს არის სარდეს პრობლემა. და ნახეთ, და კი ერთ-ერთი მთავარი ამბავი, ნახეთ, ღმერთმა ხომ იცის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. რატომ მეუნება, თუ არ გამოფხიზდებიო, მოვალ შენთან, როგორც პარავი, როგორც ქურდი, ისეო, რომ ვერ გაიგებ როდის მოვა. რატო ეუბნება ამას? ნახეთ, როდესაც აი ეს ცნობილი მეფე კროსოსი ყავდათ მათ, როდესაც ეს სიმდიდრე და ოქროს ფულები და ფაქტიურად ქედმაღლობაში იყვნენ ჩავარდნილი, კროსოს ორაკულმა უწინასწარმეტყველა ერთ-ერთმა ორაკულმა, წარმართულმა წინასწარმეტყველმა, რომ თავს უნდა დაესხაო შენო სპარსეთის იმპერიასო და დაამარცხებო. და მართლაც კროსოსმა
გაბედა, აი ამას დაუჯერა წინასწარმეტყველს და დაესხა თავს სპარსეთის იმპერიას. და საბოლოოდ ისე დამთავრდა, რომ კიროს მეორემ, კიროსმა დიდმა სპარსეთის ცნობილმა მეფემ თავად დაამარცხა სარდე. თავად დაიპყრო სარდე. და მოხდა ეს როგორ, ნახეთ, ალყა შემოარტყეს სარდეს და როგორც გითხარით, ის ცისაბო კლდე არის, რომელსაც ხედავენ, რომ იქ ასვლა შეუძლებელია და იმ მხარეს, საიდანაც ერთი გზა ადის, დგას გარნიზონი სარდესი და იქ შეუძლებელია, ვერავინ ერავა იქ, ხო? დგას ეს ალყა კიროსის და არიციან როგორ დაიპყრონ სარდე და ღამე მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ აი ამ ცისაბო კლდესთან ზევით ვინც იდგა, ეს ისტორიულად აღწერილია, ცნობილია ეს შემთხვევა, ჯარისკაცს გადმოუვარდა მუზარადი. რო გადმოუვარდა ეს მუზარადი, მან იცოდა ჩამოსაცოცებელი კიბე ამ კლდეზე. შორიდან ეს არ ჩანდა. შორიდან როცა უყურებ კლდეს, იქ არ ჩანს გზა არის თუ არ არის. და ამან ესენი აკვირდებიან სპარსელები და ეს ჯარისკაცი ჩამოიცოცხლა ამ კიბეზე, საერთოდ აიღო მუზარადი და ავიდა. და ამათმა დაინახეს, რომ თურმე არსებობს გზა ამ ციცაბო კლდეზე. და ღამე როცა არელოდ ეძინათ მათ დამშვიდებულებს, ეგონათ რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, აცოცდნენ აქედან, შევიდნენ ქალაქში და აიპყრეს ქალაქი სარდე. ორჯერ მოხდა ესეთი შემთხვევა, გესმით? ორჯერ, აი დაუდევრობით, აი ესეთი თვითდაჯერებით და კმაყოფილებით ორჯერ. მეორედ უკვე ანტიოქე მესამე იყო ესეთი მეფე, ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრე და ერთ-ერთი მემკვიდრე და ანტიოქე მესამემ დაიპყრო ასევე ზუსტად. მათ ეგონათ რომ ამ ხრიდან ვერავინ ვერავა და როცა არეულდებოდნენ ღამე ავიდნენ და დაიპყრეს სარდე. აი ამ ისტორია ხომ გახსოვთ თქვენი ეუბნება ქრისტე. გამოფხიზლდით. არა ხართ დაცულები. ნუ გონიათ რომ უსაფრთხოდ ხართ. თუ ასე გააგრძელებთ ცხოვრებას და იმ ჩემს უწყებას რომ მე ვარ ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე არ იქადაგებთ იმ სარდეში და აი ესე შეერევით და ასე ნელთბილად იცხოვრებთ სხვა სარწმუნოებასთან ერთად, იცოდეთ მოვალ, როგორც ქურდი ღამე და როცა არა გონიათ, მაშინ დავამარცხებ თქვენს აი ამ თვითდაკმაყოფილებას და თვითდაჯერებულობას. გესმით? აი ეს არის ჩვენთვის. ნახეთ, სარდე აღარ არსებობს თავისთავად, ნანგრევები ღა სარდესი, ხოლო აი ეს ღარი დარჩენი სარდესგან, ძველი სარდესგან. ზევით აკროპოლისიც აღარ არის უკვე გაქრა, იქ აღარც სამრევლოა, აღარც ეკლესია, მაგრამ ეს წერილი გვაფრთხილებს ჩვენ, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ჩვენი სარწმუნოება გავიცვათ პირუთვნელად მტკიცეთ, ისე როგორც სახარებაშია ნათქვამი. და სხვა არაფერი ამ ქვეყნიური თქვათ სხვა სარწმუნოებიდან, სხვა რელიგიებიდან არ უნდა კომპრომისი არ უნდა წავიდეთ და არასდროს ამას არ უნდა შევეგუოთ და არ უნდა შევევლოთ. ესე ვიმეორებ, სხვისი ლანძღვა, შეურაცხყოფა, ძალადობა გამორიცხულია ქრისტიანისთვის, მაგრამ ჩვენ მტკიცეთ უნდა გვეპყრას ჩვენი სარწმუნოება. ეს არის სარდეს ისტორია, სარდეს ამბავი, რომელიც აი ესე დაუდევრობით ორჯერ იქნა დაქცეული და დაღუპული. ჩვენ გვაფრთხილებს ამის შესახებ უკვე იესო ქრისტე ჩვენს დროში. შემდეგ არის